სამშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას. Როგორც მიხსნით, ჩვენ ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ამის გამო ვერ გადავიდით ეთერში, რისთვისაც აი ამ დაგვიანებისთვისაც ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკური გაერთიანება, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერი, ბატონი გოგი თოფაძე და ჩემთან ერთად მას ამ სტუდიიდან მას მოგზაურობას გავუწევს. ამ გაერთიანების ადგილობრივი ლიდერი ბატონი ამირამ ბიზინაშვილი. დიდი მადლობა ბატონებო და ბოდიში თქვენთანაც იმის გამო რომ ჩვენ ასე გალოდინეთ და 15 წუთის დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით გავედით ეთერში. ბატონებო, პირველი კითხვა ასეთი იქნება. ჩაებით თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში და რა შეგიძლიათ თქვათ, სად იდგება მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მიმდინარე არჩევნებში? ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში, ეს იქნება სახელმწიფო ბლოკთან თუ ცალკე აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? დიდი მადლობა მოგესალმები ქართველებს უყურებელს საკმაოდ ბევრ რაიონს ფლობს თქვენი ტელესტუდია ფარავს და ძალიან გამიხარდა აქ ვარ პირველად და ესეთი შესანიშნავი თანამედროვე სტუდია ალბათ ძალიან ბევრი არის საქართველოში და გილოცავთ ამას. დიდი მადლობა. თელი საქართველო ჩაბმული ამ პოლიტიკურ დებატებში და რაღაც დაიწყო ეს წინასაარჩევნო ორმტრიალი. იპასუხებ თქვენს კითხვაზე რა თქმა უნდა, მაგრამ მე უფრო ახლო ვიქნები თემასთან თუ ერთ მე ვილაპარაკებ რა შეიძლება გაკეთდეს ქართლში ამ რეგიონში როგორ რა თქმა უნდა, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩვენ საბჭოთა. ესე იგი ჩვენ ნამდვილად დავიწყეთ უკვე საარჩევნო მზადება, საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და უნდა გითხრათ რომ არ ვაპირებთ არც ერთ ბლოკში გაერთიანებას ჩვენი ხმასმენით. საკმაოდ გაგვაჩნია ძალები თუ 19 წელს ესე თქვა ჩვენ ახლად შექმნილი პარტია ვიყავით და გვიჭირდა არც ვისურვით ეს ტექნოლოგიების საარჩევნო ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენების დროს არც ყავდა ჩვენ საარჩევნო უბნებში თქვა წევრი მხოლოდ დამკვირვებელი იყო 8 საათზე გააცილებდნენ და მე უჩვენო თითქმის შეიცვალა სიტუაცია საკმაოდ ლავრად ვარ ჩვენ 560-მდე მარტო დეპუტატი ყავს საქართველოში ბოლო არჩევნებმა საკრებულოები, ქალაქის მერები, საკრებულო თავმჯდომარეები საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა ეს და მე ვფიქრობ რომ ჩვენ გაცილებით უფრო წარმატებით ჩავატარებთ მით უფრო მივიღეთ წარე გამოცდილება რა არის საარჩევნო ტექნოლოგიები როგორ კეთდებოდა ეს არჩევნები და მზადთავართ რომ არავის ჩვენ ხმები არ დაუთმო და არ დავგარბოთ. ბატონო, მე მაინტერესებს თქვენ როგორც ამ ორგანიზაციის პარტიის ლიდერი, დღეს უფრო ძლიერია თქვენი გაერთიანება თუ 99 წელს, როდესაც თქვენ გადალახეთ 7%-იანი ბარიერი და მოხვდით პარლამენტში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ეს გაერთიანება ბევრმა ასე ვთქვათ ცნობილმა სახემ დატოვა. ბოლოხანს რომან გუელცაძე იგივე ნეოკონსერვატორებიდან ბათიაშვილი და ჩიხრაძე გავიდნენ ახალ მემარჯვენეებში, იქ შემდეგ ბათიაშვილი და ისე დატოვა. ვახტანგ ხმალაძე, დავით სალარიძე. აი ეს ცნობილი ადამიანები წავიდნენ თქვენ და ხო არ თვლით რომ თქვათ რაღაც განხეთქილება მოხდა, თქვათ ეს ბლოკური პრინციპი თქვენი ბლოკისა. თლიანად ასე ვთქვათ დაიშალა და ხო არ თვლით რომ ძალიან სუსტია დღესდღეობით მრეწველობა გადაარჩენს საქართველოში. ნამდვილად არ ვთვლი, რაღაც მოგახსენეთ. რომ ლავრად მოვა პარლამენტში დავარწმუნეთ ჩვენს გულშემატკივრებს, ნუ ეშინიათ, საკმაოდ ლავრი გუნდით ვიქნებით სამგენ, აგიხსნათ ახლა რა მოხდა. ჩვენ ვიყავით წინასაარჩევნო ბლოკი. შედგებოდა რამოდენიმე პარტიისაგან, ახლა ჩვენ მაშინ გამოვცდელი პოლიტიკოსი ვიყავით, ბუნებრივია გვეშინოდა ამ ხელა მაღალი ზღუდით გადალახვა შეიძლება გაჭიროთ, ამიტომ 5 ბლოკისაგან ხო შემდგარი. ამიტომ მოდით ახალი საარჩევნო პერიოდი. ეს პარტიები ცალკე აპირებენ სხვადასხვა დაჯგუფებაში მიდიან სხვადასხვა ბლოკებში ბლოკდებიან სხვასთან ჩვენ და სპორტსმენები ვართ ერთად და ვიყავით რომანულობა სპორტული საქართველო საკმაოდ ცნობილი ხალხია ვალმოხდილი ხალხია ქვეყნის წინაშე ცნობილი სპორტსმენები საკმაოდ კარგი გუნდი ყავდა აი სუფთა პარტია რა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად ვიქნებით გაერთიანებული ჩვენი პარტიის სტრატეგიით და არავისთან არ დაბლოკდებენ და საკმაოდ კიდევ ვიმეორებ, ნურავის მეყარებია საკმაოდ ლავრად მოვა პარლამენტში. ჩვენ ამის რეალური შანსები გვაქვს. ჩვენ ხედავთ, რამდენად გვიჭერს საზოგადოება მხარს. ჩვენი თქვა ჯიუდი პოზიცია, ის ძირითადი იდეა, რა არის პოლიტიკური პარტია.
რაღაც იდეის ირგვლივ გაერთიანებული ხალხი, ხო? დღეს ჩულობენ, ხვალ ერთიანდებიან, მერე იკრებიან, ახლა ჩვენ არ მევაჩნია, რომ სწორია რა, ჩვენ გვაქვს ერთი იდეა, როგორმე ყველაფერი გავაკეთოთ, ამ იდეას გადავყვებით ჩვენ, რომ საქართველოში მოხდეს ის ეკონომიკური გარდაქმნა, ანუ მთლიანად მოხდეს ხელახალი კონცეფცია ეკონომიკური სტრატეგია შემუშავდეს, ისეთი რომ საქართველოში სოფელში და ქალაქში ამუშავდეს ქარხნები, ფაბრიკები, ჩვენი საკეთებელი, ჩვენ თუ არ ვაკეთებთ, სხვა დაუთრა ჩვენი ბაზარი და მოვატანიეთ ის, რაც უნდა ჩვენ ვაკეთოთ. იგივე ქართლში ვარ ახლა, ქართლი ამხელა ინდუსტრიული ცენტრი იყო. მარტო მეხილეობა, ხილი ხო აქ უნიკალურია ეს ყველაფერი იყო. დღეს რა ხდება? რა რითი შეიძლება ვთქვათ, რომ ქართლში რა მუშაობს დღეს? ამუშავდა შაქრის კომბინატი. აშენდება გოჩათა სოხობს, დანებები გააკეთა და მივესალმები ეგეთ ინიციატივას, მაგრამ საერთოდ დიდი პერსპექტივა აქვს ქართლში და ვინ ფიქრობს რა გავაკეთოთ, როგორ დავასაქმოთ ხალხი. ყველა ჯიხურდა ხო არ დავდგებით. ვიყიდო და გავიდოთ, ეს არის ჩვენი საკითხი. ანუ ამ იდეის ირგვლივ ჩვენ ყველა გაერთიანებული და ვისაც მეაჩნია რომ სწორია და ჩვენ მეგვაჩნია რომ სხვა საშუალება, სხვა თქვათ გზა რომ ჩვენ დავასაქმოთ ეს 30%-ზე მეტი დაუსაქმებელი ხალხი საქართველოში, რომ მილიონზე მეტი ქართველი საქართველოსთან გასული ეს აქტიური ფენა ჩვენი საზოგადოების, რომელიც ეძებს სამსახურს სხვა ქვეყნებში, რომ ის დავაბრუნოთ და აქ დავასაქმოთ. ერთადერთი გზაა. კიდევ ვისაუბრეთ ეკონომიკურ ეს იდეაა ჩვენი და ამ იდეას ჩვენ პირველი მაყურებელი ყავს ხაზზე, ისე რომ მე არც კი გამომიცხადებია ჩვენი სატელეფონო ნომრები, შეგახსენებთ თვითონ ტელემაყურებლებო, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დავიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე 713 ან 710 სხვადასხვა რეგიონებიდან, რა თქმა უნდა, კოდით 8270. პირველი მაყურებელი ხაზზე გისმენთ, დიდი მადლობა რომ დავკავშირდით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ, დასვით კითხვა. ალო, გისმენთ. გამარჯობათ. ბატონ გოგის თანამაქვს ესეთი შეკითხვა. ბატონო გოგი, რატომ ხარ თქვენ წინააღმდეგი რომ პასპორტებში იყოს დაფიქსირებული ეროვნება? კითხვა, ეს რაღაცა უცნაური კითხვაა. ხო, შესაძლოა არ ქონდეს ზუსტი ინფორმაცია. მაშინ დააფიქსირეთ პოზიცია თქვენი რა პოზიცია. თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად ამის მომხრევად, რომ დაფიქსირდეს ეროვნებას, აფიქსირდეს მოქალაქეობას, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. არა, არ ვერ ეთანხმებით თქვენ. და შარაძე თქვენი რა თქმა უნდა, შარაძე აქტიურად რამდენი წელი უკვე ამას აღენებს. არის იქ რაღაც გარკვეული ვარიაციები, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, ეროვნებად და მოქალაქეობას უნდათ ჩვენ ამას ვეთანხმებით. აი, იყო ასეთი ეროვნება მოქალაქეობა ქართული. აი ეს ახლა მოდით ესე ვთქვათ, ქართული ეროვნება ქართული, რამდენად მისაღები იქ საქართველოს. გასაგებ თქვენი პოზიცია დაფიქსირეთ ქართველი და სხვადასხვა ეროვნების თავისი რა თქმა უნდა. ეროვნება. დიდი მადლობა გოგო, თქვენი ცნება თქვენ ბატონ ამირანს მიმართ, ბატონ ამირან. სულ დიდი ხანი არ არის, რაც ადგილობრივ ორგანიზაციას ფაქტობრივად ხელახლა ჩაეყარა საფუძველი. კი მე მახსოვს რომ იყო ამ ორგანიზაციის ლიდერი ბატონ პაატაჩხეიძე, საურსაგანიძე, მაგრამ მათ გარკვეული მიზეზების გამო დატოვეს პარტია. და აი ახლა რა პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივ ორგანიზაციაში, თუ არც თუ მოდის ხალხი და თუ ინტერესდებიან თქვენი საქმე. პირველში ბატონო მეც მე დიდი მადლობა გადავუხადო თქვენ პირადად კომპანია ტრიალის ტელეკომპანიას. მე უნდა აღვნიშნო რომ თუ რამე მონაპოვარია გორში ამ ბოლო წლებში 12 მანძილზე ამაზე დიდი საქმე რასაც თქვენ აკეთებთ, რაც პატრიოტი აკეთებს, არ აკეთებულა გორში და რაღაცა უკვე დემოკრატიის საწესები არის და ეს კაცი არ დაიჩაგრება შეუძლია თავისის გამოხატვა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ახლა გორში სამ თვეზე ცოტა მეტია ჩვენ დავიწყოთ ფუნქციონირება. სხვადასხვა შედეგები რომ ვთქვათ მე ძალიან არც მოვეროდი ასეთ შედეგებს 2003-დია უკვე ჩვენთან პარტიის წევრი ჩვენ აბსოლუტურად აი ყველა ჩვენ შეკრება და ჩვენ ხელმძღვანელები ვიყავთ სოფლებში ძალიან კარგი ადამიანები მე შეგვიძლია პირველადი ორგანიზაციები ჩვენ ამას უბის ხელმძღვანელს ვეძახით ან კოორდინატორებს ვეძახით ხოდა და სულ იმაზე რომ ჩვენ საუბარი რომ არავის აი ძალდატანება და ან კიდევ ქვეცნა არავის აჩვენა თუ ჩვენ ესე პროგრამა დაუდგეთ უყურეს აბსოლუტურად ჩვენ ამ ხელმძღვანელებს. აი ძალიან საინტერესოა ბატონო, დღეს პროგრამა და წესდება და რაღაც საკითხვა ცოტა ძნელი რაღაცა, მაგრამ აი ძალიან სასიამოვნოა. აქ არის მარტო მეწოვლაზე აღარ არის ოფიციალურობაც არის დაწესებული პატოლოგიური გამოსება და აქ არის საკითხი რომ იყოს რაღაც აი
თანაპაროფლებია რაღაცა კონკურენცია იყოს, სწორი კონკურენცია, ის კი არა ვიღაც კრიშა უნდა ყავდეს, ვიღაც პატრონი უნდა ყავდეს. აი ადამიანები იჭერო იყოს რომ შეეძლოს რაღაც, აი მცირე მრეწველობა და ეს საშუალო ფენა გაძლიერდეს, გაკეთდეს და საინტერესო ის არის ძალიან, აი ყველა ამაზე ლაპარაკი. ესე იგი ჩვენ ყავს ამჟამად 2013 წელი და კიდე ეს გრძელდება ძალიან შეათმოდიან ჩვენთან კიდევ. დიდი მადლობა. მე მანიშნები რომ ზარია კიდე პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობისა მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ დასვით. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო გოგი. უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძე დაგიდასტუროთ თქვენთან დიდი პატივისცემა და სიყვარული, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ ბატონო გოგი. თქვენ ახლა ლაპარაკობდით ხალხის მხარდაჭერაზე. მაგრამ ხალხი უმრავლესობა მხარსაც აგიწერს, თუნდაც იმიტომ, თუ თქვენ რიგებში იქნება ისეთი პიროვნება, როგორც ციხში გასული პიროვნება, როგორც ლევან პირველია. შეიძლება თქვენ თქვათ ის ამბავი, თუ შეიძლება გაიმეორეთ, თორსემ ლევან პირველზე თქვა. ხალხი, ბატონო გოგი, თქვენ ლაპარაკობდით ხალხის მხარდაჭერაზე. მაგრამ ადრე თუ დაგიჭერათ ხალხმა მხარი, ეხლა არ დაგიჭერთ, იმიტომ რომ თქვენ რიგებში არის ისეთი პიროვნება, ციხში გასული პიროვნება, როგორც ლევან პირველია. და თუ თქვენ იცით რომ ეს პიროვნება სასამართლომ გაამართლა, კი ბატონო გაამართლა, მაგრამ ისე გაამართლა სასამართლომ იგი, აი როგორც თქვენ რიგებში აღმოჩნდა. ასე რომ მე მგონი გასაგებია. კითხვა გასაგებია და გთხოვთ ამაზე მიპასუხოთ. გასაგებია თქვენი პოზიცია. დავიწყოთ იქით ბატონო, ჯერ არ ითხოვეთ ჩვენ რიგებში ეს მეორე საკითხია. რაც შეეხება იმას, რომ ხალხი მხარს არ დაგვიჭერს, მოდით მაგაზე სამნოებებს ვილაპარაკოთ. დაგარწმუნებთ, როგორც დაგვიჭერს ჩვენ ხალხი მხარს. ლევან პირველს რაღაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, სასამართლომ ის გაამართლა, მე გეთანხმები, რომ სასამართლო ხშირად ამართლებს იმას, ვინც არ არის გასამართლებელი, მაგრამ ლევან პირველს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ მაჟორიტარი იქნება, თუ ჩვენ რიგებში იქნება. ყოველ შემთხვევაში მას საკმაოდ სერიოზული ალიბი აქვს და თუ ეს აბსოლუტურად არ იქნება ეს გასწორებული და დაცნობიერებული ყველას მიერ და ჩვენ არ ვწუნდებით რომ მას არაფერი ბრალი არ მიუძის ის ჩვენ რიგებში არ იქნება. კიდევ ერთი ზარი შემოუშვათ, ძალიან აქტიურია მაყურებელი. ძალიან კარგი. იცით რა, ყოველთვის გადაცემის ბოლოსკენ არის სხვა მეტი ზარი, მაგრამ ეხლა ხედავთ რომ გადაცემის დასაწყისში ვართ, თუმცა უკვე შუა ნაწილში ვართ. ისმენთ საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ ბატონო გოგი. გამარჯობათ. ხმათ პატივისცემით და დიდი პატივისცემით მოგესალმებით. და იქ ესეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ როგორც ოპოზიცია, ნამდვილად რეალური ოპოზიცია ბრძანებით. ამასთან დაკავშირებით ეს სრულიად რეალური არის ესეთი ოპოზიცია, რომ სახელმწიფოში არსებობდეს. ამასთან დაკავშირებით ხეს ხომ არ გიშლით თქვენ თქვენი საკითხების განხორციელებაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტული გზებით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. რადიკალური ოპოზიცია. მე მგონი თქვენ ხელს გიშლიან ისინი თქვენი საკითხების განხორციელებაში თავიანთი პოპულისტური ლოზუნგებით ვის გულისხმობთ იქნებ? დემოკრატებს და ნაციონალისტებს. გასაგებია, მადლობა. მართლაც საერთოდ დავამატეთ, თქვენმა თანაპარტიელმა ბატონმა ხემალაძემ ფსევდო ოპოზიცია უწოდა. დავიწყოთ იქიდან. ძალიან კაი კითხვაა და ალბათ ძალიან ვრცელი პასუხი უნდა გავს ამაზე. იცით რა, ოპოზიცია ალბათ ის არის, ვისაც ეწევა თავისი იდეა და ამ იდეით ედავება ხელისუფლებას. ჩვენ 96 წლიდან დავინახეთ რა გზით უნდა წავიდეს ხელისუფლება, რას აპირებს იგივე ეროვნული ეკონომიკის განვითარების და თქვა საკადრო პოლიტიკაში. ჩვენ ხმამაღლა იმის მერე დავობთ და ვედავებით პრეზიდენტს, მის ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს, დღეს ოპოზიციაში რო არიან, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ამას ხელისუფლება თუ არ მიიღებს და თუ ჩვენ არ დავწუნდებით, რომ რადიკალურად შეიცვალა ეს ეკონომიკური სტრატეგია და თქვა საკადრო პოლიტიკა, ჩვენ ყოველთვის ვინმე ოპოზიციაში. ეხლა ძალიან შორს არ იმისგან რომ ეს ზოგიერთ ტელეკომპანიას თითქმის ტრადიციად ექცა ეს დაჯახება და ლანძღვა ინება ერთმანეთის ეს არ არის ჩვენი აზრით რეალური პოზიციონირება. ერთ გუნდშია ეს არის ერთი პარტიის თქვა ქვეგანაყოფი რომელიც ერთი პრეზიდენტის მიერ შექმნილი მონსტრი პარტია რომელიც პარლამენტში ამ 7 წლის მანძილზე მართავდა მთელ პროცესებს დამანგრეველი კანონები მიიღო.
დღეს ესენი რა პოზიციაზე დგანან და რამდენად სწორია მათი პოზიცია გინაც საარჩევნო კანონის მიღებაში, გინაც საერთოდ ერთ სტრატეგიაში, მე ამის კრიტიკას არ დავიწყებ. თვითონ იციან თავის საქმე. ყველას აქვს თავის ტაქტიკა, თავის სტრატეგია საარჩევნო. მე არ მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა საზოგადოებაში. იმდენად პოლარიზებულია საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები. აი ეს არის ძალიან სახიფათო. თბილისში სტუდენტობა, ასე იგი კაკაცთქვენ მომსწრეხათ ახალ სიამოვნო ექსცესების უნიკურში მოხდა. ჩვენ ამის რადიკალური წინააღმდეგები ვართ. ესეთი მეთოდებით სასიკეთო არაფერი არ მოექ შეიძლება არაერთი პროვოკატორი ყავს საქართველოში და ყველა ძალებს და ერთმა არ ქნას რომ ეს ყველაფერი იქამდე მივიდეს რომ ეს საზოგადოებრივი მისული საზოგადოება ძალიან ბევრი უმუშევარი და ამშეული ძალიან ხშირად საქართველოში ეძებს რაღაც საშუალებას და ეს პატარა ბიზგი არ იყოს რომ საქართველოში უკვე ის ტრაგედია არ დაიწყოს რომელსაც ჩვენ ვეღარ გადავიტანთ. ამასთან ძალიან ახლო ვართ. თუ ესე გაგზავნა ეს დაპირისპირება ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ვერიდებით სხვის კრიტიკას, ყველას აქვს თავი გზა, თავი სტრატეგია და ძალიან არ მოგწონს ჩვენ რომ ესე იგი ეს ერთმანეთს აჯახებენ ესე განსაკუთრებით ზოგიერთი ტელეკომპანია თქვენთან ბუდიშ თქვენი კოლეგები აი ამას აგუებენ ამას და ახერხებენ ისე რომ მაინდა-მაინც დაეჯახონ ერთმანეთის შეურაცხყოფას წავიდეს. ყველას თავი გზა და საქართველოში საკმაოდ ფიქრობ მარტო ტელეკომპანიის ბრალი თუ თვითონ არ უნდათ არ დაეჯახებინა. რა თქმა უნდა, ეგაც არის, მაგრამ საკეთება ხშირად აშკარად ჩანს ხოლმე და საქართველოში საკმაოდ ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, კარგად თამაში მე ხმათ ვარ დარწმუნებული, საკმაოდ სწორ ანალიზს გააკეთებს, ვინ რას პირდებოდა, ვინ რას ეუბნებოდა და ეს მანამდე რამდენჯერ უნდა დაუჯეროთ, რამდენჯერ მოწყუდეთ, ესაც კარგად გავანალიზოთ და საბოლოო ჯამში საზოგადოება ძალიან სწორ განწყობას მიიღებს. მე დარწმუნებული ვარ და ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ აი კონკრეტულად მიპასუხეთ? დღეს იგივე გაერთიანებული ოპოზიცია როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, სააკაშვილი, ჟუანი არიან ხელისუფლებასთან გარიგებულები, თქვათ რაღაც საკითხებში. იმიტომ თქვენი პარტიიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, იგივე ზურაბ თემალაძემ განაცხადა, რომ ხშირად ხდება გარიგება სახელმწიფო ბლოკსა და თქვათ ნაციონალური ბლოკს და გაერთიანებული. არა ისიც რა, ეს ამას ძალიან ბევრი ლაპარაკობს და სულ არ მიმაჩნია რომ ყველა პოლიტიკოსის ნათქვამი ჩვენ ამივიღოთ როგორც რეალობა. აქ არის ათასნაირი თქვათ უკან აზრები ერთმანეთს დაბრალება, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით, მე ამ ხრივ. აი ამის ეს უფრო ამომწურავი პასუხი იქნება. დღეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დაიყო. არის ეს პროამერიკული მიმართულების პარტიები, რომელიც კარგია ცუდი ექსპონენტია. ეს არის ჟვანიას გუნდი, სააკაშვილის გუნდი, ახალი მემარჯვენეები, ეს არის თქვათ მათთან ერთად არის ტრადიციონალისტები, ეს არის აშკარად პროამერიკული ორიენტაციის გუნდი და ნუ ახლა მათი იდეოლოგია აქეთკენ არის. არის პრორუსული ორიენტაციის, ეს არის თქვათ აღორძინება, ეს არის თქვათ ერთობა, დიმოკრატიაშვილი, ეს არის სოციალისტები. მე ვიტყოდი რომ ჩვენ ვართ იმ შუაში, ჩვენ ვართ პროხართული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვლაპარაკობთ. აი ამ საერთაშორისო ინტერესების გადაკვეთაში ძალიან ბევრი დიდი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთაში აღმოჩნდა ეს საქართველოს თავის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ჩვენ გვინდა ეროვნული ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც აი ამ ინტერესებს კარგად გამოიყენებს და დააბალანსებს. და ბუნებრივია რაღაც გარკვეული გავლენა იქნება დიდი ქვეყნებია ჩვენ საკეთებით, მაგრამ უნდა იყოს მთავრობა ეროვნული, რომელსაც საქართველოს განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიას შეიმუშავებს და არ იქნება ამა თუ იმ თქვათ ქვეყნის გავლენის ქვეშ. დღეს უნდა გითხრათ პირდაპირ ჩვენი ხელისუფლება აშკარად არის ამერიკელების გავლენის ქვეშ. ვის ერიდება ამის ვერ ავხედავ. უნდა საავადმყოფოს გითხოთ ჩვენ ნებისმიერი საბიუჯეტო საკითხი. ეს გლობა გონი გამოცხადება საავადმყოფოს მასაფეთქს. ომიც მაგ იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ამათი ესეთი მორჩილობა მათ წინაშე რა შედეგი მოგვცა ამან. შეგი თქვენ აი უნდა იცოდეთ რომ ყველაფერი არც ერთი საკითხი მათ გარეშე ვერ წდება. ასფალტს ვერ გააგებ გორში თუ მათ ხარჯით ენატრები არ შეუტანხმენ საავადმყოფოს. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ აი ეს ჩვენი უპრინციპო ხელისუფლება ამ საკითხში რომელსაც ვერ დაიცვა ინტერესებს თავის ხალხის და წაყვა ამას და ამ გრანტების და თქვათ იმ ცესხების ხარჯის პირადი ამ გრანტებმა რა მოგვიტანეს გარდა იმისა რომ ვალები დაგაკეთეს რა გაკეთდა ამ გრანტები და ალბათ მოვა დრო და ამის რევიზიას გაკეთდება და საწავიდა ეს 2 მილიარდი რას მოვანდომეთ ქარხნების დანგრევა სოფლის გაუბედურებას აი რას მოვანდომეთ ეს გრანტები
და მოვა ეს დრო და მაშინ შეიძლება ისმის დღეს ძალიან ხმაურობს და ოპოზიციაში ვარს კიდე სხვები. შეიძლება ამაზე პასუხი ვაგებინოთ. ჩვენ რომ არაფერი მიგდია და ჩვენთვის არავის არ ჩაუყურია ბიულეტენები, იმაში ცხადია, ხო? ამიტომ ჩვენ თამარ ვლაპარაკობთ ამას. მოდით გავარკვიოთ, სად არის, როგორ, რაზე ვუტოვებთ ამ შვილებს, ჩვენ შვილებს, ვალებს. გასაგებია. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ. მოგესალმებით საღამოშვიდობისა, თქვენ პირდაპირ. ბატონო გოგი, საღამოშვიდობისად ვარ თქვენი ძალიან დიდი პატივისცემით განწყობილი. მე კვიდრი ცხინვალელი ვარ, მე ცხინვალში ვნახე თქვენი გაკეთებული ქარხანა და ძალიან მომეწონა. ღმერთმა გაგახაროთ და წინ ხლოს გისურვებთ ამ ქვეყანაზე. მინდა ერთი ასეთი შეკითხვა დაგისვათ. ეს ჩვენი ოპოზიცია რო ჩამოდეს, ოკეანდალეული რო ჩამოდიან ახლა და უშვერი სიტყვებით რო გვილანძღავენ აქ გუბერნატორს, გამგეობის თავმჯდომარეს და იმას, ნუ თუ იმათ მორალი არ აქვს და როგორი ოპოზიცია არიან, მე იმათ პირიდან არასოდეს არ გამიგონია გეგმა თუ რამე აქვს მაგათაც რომ გააკეთონ წესიერი რამე. აქ რო 30 კილომეტრში ჩვენ ასეთი დიდი პრობლემა გვაქვს ცხინვალი მოსაგვარებელი. დავიჯერო ეგენი ოპოზიცია არიან თუ რა არიან, ეგენი ვერ ვიგებთ ჩვენა. თუ იმიტომ დადიან რომ ააღურიონ წყალი კიდეო და ერთმანეთი გადაკიდონ სოფელს და საერთოდ ნათესავი ნათესა და გასაგებია, გასაგებია. მე აქვე დავამატებ, იქნებ აი ეკონომიკურ განვითარებაზე ვისაუბროთ, თქვა. ვიცი რომ მართლა თქვენ ცხინვალში დაიწყეთ და ქარხანა აშენეთ, ყაზბეგის ქარხანა. როგორ ფიქრობთ, ხო არ არის საჭირო რომ თქვა იგივე ეკონომიკური ინვესტიციების საშუალებით შეიძლება აი ამ რეგიონის ასე თქვა ჩვენს იურისდიქციაში მოცემა მომავალში. აი თქვენი ხედვა აი კონფლიქტის გადაჭრის. ჩვენ თავიდანვე ვიღავით ამ პოზიციაზე, იცით რა. მოხდა რაღაცა შავული რაღაცა შეეშალათ პოლიტიკოსებს. აყო ამას ხალხი, ნუ ახლა არ შეიძლება ჩვენი დაუსების თქვა ეგეთი დაძაბული თქმა წარმოუდგენელი. ეგა და მე დარწმუნებული ვარ ეს საკითხი ძალიან მაგე გადაწყვეტა. იქაც არიან ეგეთი მსგავსი პოლიტიკოსები, ჩვენ რომელიც მაქსიმალურად ამწოვებს სიტუაციას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს და ძალიან მალე მოგვარდება. და ერთადერთი გზა, უბრალოდ ყველაზე მოკლე გზა, ეს არის თქვა ეკონომიკური ექსპანსია და ეკონომიკური კავშირები. ბიზნესი და ეკონომიკა აკავშირებს ხალხს და ჩვენ ადრეც ვამბობდით 97 წელს დავიწყეთ ჩვენ ამისი თქვა იგივე აფხაზეთში იგივე სამაჩაბლოში რომ ესე იგი დავიწყოთ, შეეძლო გავხსნათ ეს გზები, გავაკეთოთ იქ რაღაცა. იქაც დიდი გაჭირვებაა, მე როგორც ვიცი, ახლა თქვა აი ამ კონტრაბანდის გადამართად იქ არაფერი არ მუშაობს და იქაც შეიძლება რამოდენიმე ქარხნის აშენება, იქაც საკმაოდ სერიოზული რესურსები გვაქვს ჩვენ უნებრივი თქვა იგივე ბაგიათა სალი არის შესანიშნავი, აი თელი მსოფლიოს სტანდარტებში. კი, მაგრამ ის არის თქვა მე 5% იმ წარმატებისა, რაც შეიძლება რომ გამოგუშვათ რა. იქ არის შესანიშნავი სხვა იქ ხეთყის გადასამუშავების კომბინატები შეიძლება გაკეთდეს, ხეთყი კერჭრა და გავიტანოთ გაკეთდეს. იქ არის ძალიან ბევრი საკონსერვო წარმოებების ნედლეული. იქ არის რუდი განსაკუთრებით. რუდი ცნობილი ახლა ოსები 2000 წლის ისტორია აქვს სხვა შორის საქართველოში ფთიულებს, სადაც იხარ შეგონდა რუდი და შესანიშნავი ხალხია, სპეციალისტებია, კარგი და რატომ ეს გზა არის? უნდა ამ გზით წავიდეთ და არა იმით, რომ ესე იგი თქვა ერთმანეთს რაღაცა ვაბრალოთ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაშვებული ორივე მხრიდან, რაღაცა უნდა რაღაცნაირად მოუნახოთ აი შერიგების ფორმა და მე ვფიქრობ ამ პირველ ეტაპზე ვთქვათ ეს ეკონომიკური კავშირები დახმარება ბიზნეს ასე ვთქვათ კონტაქტები ოსებთან ასე აი როგორ არ მაქვს ჩვენ იქ შესანიშნავი პარტნიორი ყავს პეტრე ტუაევი ძალიან კაი სპეციალისტია ნუ ახლა ის ქარხანა მოხდა მაინდამაინც ფრონტის წინახაზე იყო ჩვენი ლუდის ქარხანა იყო და გაცხრული და იმან დაიცვა ეს იგი ყველაფერი გააკეთა ვარ გაპარტახებული მომენტ ჩვენ დავეხმარეთ ახლა ის გაკეთდა იქ ლუდსაც ასხავენ არახსაც ასხავენ ლიმონადსაც ასხავენ პატარა რესტორანი ავაშენეთ იქ პატარა სასტუმრო აქვს ეს ყველაფერი და ნუ ეს ჩვენ გვინდა რომ გავავრცელოთ ეს ყველაფერი დავიწყოთ იქ მაგრამ ცით რა ხელისუფლებამაც უნდა ეს გზა აირჩიოს არა დაპირისპირების იქით და ეხლა ოსურ ქართული გაზეთი გამოდის ჩვენ ვაფინანსებთ ამას ესე იგი თბილისში შესანიშნავი საზოგადოება თქვათ აქ ესეთი რა მე გადაგმულები ვარ თქვათ ნათესაობა ოჯახები ეს აი ხელისუფლების ნაბიჯები უნდა იყოს გამოკვეთილი რა გავაკეთოთ იქ გასაგებია კიდევ ერთი ზარი და შემდეგ შემდეგ კითხვა ამირა სამშვიდობისა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ალო გამარჯობათ მოგესალმებით ყველას ბატონო გოგი ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენს ქალაქში ჩამოგზავნებისთვის
ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდ პატივს გცემთ. აი ხო მისმის ჩემი კითხვები თუ გაქვს? კითხვა კი მაქვს. წლებით იმ ბატონო ამირან ბეჯინაშვილმა ჩამოაყალიბა გორის ვაჟთა გუნდი. და მოგეხსენება დღევანდელი გაჭირებული ცხოვრების ამბავი და ეს გუნდი დაიშალა. სხვათა შორის ეს გუნდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც. თუ შესაძლებელი რომ ეს გუნდი აღდგეს და დაფინანსდეს ბატონო გოგი. ბატონი ამირანი არის საქმის კურსში. ეს ბატონო გოგი რა შეასახელე ხო? დაახლოებით 17 წელს, უკვე 18 წელს სახე ქონდა გუნდი შევქმნით გორში ჩემი ხელმძღვანელობით მე ბიჭამსურევიში ჩამოიყვანე ეს დიდი ის არის მოთმარი ძლიერი. და ეს გუნდი უკვე ესეთ სახე მიეცა რომ მაშინ ერისიონი არ ერქვა იმას და არც შატელის ასრულოს მღეროდნენ მაშინ ეს ჯობდა ყველას მან. და ეს რო ოპერაში რო დაიდგა ეს ჩვენი გუნდი რო გამოვიდა რაღაცა სიხარულწრებლები მომდიოდა ესეთი გადაჭედილი იყო და ძალიან სასიამოვნო ფოლკლორული ასაკი. ფოლკლორული ასაკი. გორი და ის იშვიათი სიმღერები და იშვიათი გუნდი იყო. დიახ გორი ერქვა. და ეხლა ცხოვრება რა ხარ ის და ეხლა თქვენ რო დაგინახათ იქნება და მეც დავინახეს იქნება ეს აღდგესა და ამას რა თქმა უნდა დიდი დაფინანსება ადაჭირდა მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ ეხლა თქვენ ისეთი ამბებია ყველგან რაღაცა ალბათ თუ რაღაც წარმატება გქონდება ჩემებში მე ბატონო გოგის მე ვთქვათ რომ ეს გუნდი აღმოჩნდა თავისუფლად ძალიან კარგი თქვენთან ესეთი კითხვა მექნება მე ვიცი იქამდე აღვადგინოთ თუ რაღაც ისეთია მოდით კი ბატონო მეორე ადამიანი დასაქმება სხვათა შორის ამ გუნდში რა მეტყვის თქვენ შეხვედით საკოორდინაციო პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოში როგორც სიქარიან დემოკრატები ნაციონალები და ყველა პარტიის წარმომადგენლები ხო არნიშნავს იმას რომ თქვენ რაღაცას უფრო მოძებნეთ თქვა ვიდრე თქვა თოფაძე თქვა ბიძინაშვილმა უფრო მოძებნა საერთო ენა ადგილობრივ აი ეს ოპოზიციურ ლიდერებთან და შეუთანხმეთ თუ არა თქვა ეს გადაწყვეტილება ბატონო არა ჩვენ ახლა როგორღაც არასადაც არ შევსრულოთ უბრალოდ ჩვენ ხოლმე შეკვირებელი ყავით სულ და შევიკრიბეთ სულაშვილს მე ძალიან გაერთიანება მაქვს პარტიებთან მე ახლა გურში არ ვიცი თუ სოციალისტი პარტია მე ესეთი არ მიყვარს რაც ლიდერი დაგეთებენ ხოლმე არა კაცობის ვარიანტებს რაც ეხლა ჩვენ რო შეკვირები ვიყოთ ყოველთვის მაგრამ აღარ ვიკრიბებთ ბატონო გოგა ეხლა და მე რა მინდა იცი მე მინდა ხო თუ დრო თუ მაქვს ერთი წუთი საქმეა მე გოგი მომფრომი და ბატონო გოგი დაპარაკოს დირექტორს მომარია ჩვენ ეხლა მე რა მინდა იცი დაუშვათ რაღაცა მოვლენები ხდება აი ჩვენ შეკვირებაზე თუ რაც აი დაუშვათ ეხლა მე არ მიმაჩნია თავდაპირველად მიყვარს და ალბათ მეციგნები მithulები ჩვენ აი მე პრეს კონფერენციები ჩავატავ რაღაც მოვლენებს ჯო ალბათ აი თქვენთან რომ შეიქმნას ერთი რაღაცა პრეს ოთახი რო იყოს რაღაცა ჩვენ მოვალ თაკადას ეხლა არ ეწმოს ხელმძღვანელს მაგრამ რაღაცა გორში რაღაცა მოხდა და პრეს კონფერენცია ჩაატარა ამ პარტიის ედემე გორის იმაზე ძა მე მგონი არ გვიგადება ჩვენ ეს ალბათ რომ ჩვენ ერთად შევიკრიბოთ ეხლა ჩემი წარმომადგენელი მეჯუცხრეში და პრეს კონფერენცია ჩაატარა და არ იქნება მე ესე მიმაჩნია და ალბათ მეთქი ამასაც უნდა თქვენ თვალს გააკეთებთ ეს გორის ძალიან დიდი საქმე იქნება ნებისმიერ მოვლენაში ჩვენ გვექნება ამის საშუალება უახლოეს ხანებში თქვა კონფერენციო დარბაზი აუცილებლად გვექნება მაგრამ თქვენი უფლება პრინციპში თუ რამე გაქვს სათქმელი ძალიან ყოველწლიურად გააშუქებს ეს პრობლემა და რაც შეეხება პარტიების მე კიდევ მეორე პარტიებთან ყველასთან კაი ურთიერთობა მქონდა არაფერი საკითხი არ ყოფილა ჩვენ რომ აი რაღაცაში დავპირისპირები იყავით მაგრამ რაღაც ამბობს ვეღარ საუბრობთ თორმეტ მაინც და მე გორში ვარ და ვიცნობ ყველა და ვიცნობ და რაღაცა სპეციალურად დავპირისპირებ და ხა ჩვენ ძალიან შორს აიყვანს კერის რო და რაღაც ემეთქეს თუმცა თქვენ ალბათ კი არა მე ვესწრებოდი იმას დაგმეთ ის ფაქტები თქვა იგივე აქციების დარბევა და ასე შემდეგ ახლა მე თუ ამაზე ახლა თუ შეიძლება მე თუ მეკნება მაგ ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ ახლა კრივი რო ჩამოყალიბდა გორში კრივი ეს ახლა თქვენ არავინ და ახლა მე არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ეს ჩემთან იყო შემოსული ვახტანგ ყანჩაველი ბატონი ვახტანგი ახლა მე ჩემთან მუშაობდა ვახტანგი და ამადა კიდე მეორე პირველება და ამათ ხოლმე ერთად აი გამოვიღო სპორტსახლებშიო კრივის კარელიძე იყო ერთი ძალიან კარგი ეს მე სამზარო იმაში ავტოსაწარმოში ფისაღზის იმად გავაფორმეთ რაღაცა 80 და მაინც იქონდა ხელფასი მაშინ კარელიძე მოიყვანს კარელიძემ გაზარდა შოშიაშვილი ჩემპიონი გახდა აი ეს დაეწო კრივიდან ეხლა მე შოშიაშვილმა კანდიდატი მე კანდიდატი დიახ ესე და ეხლა კანდიდატი ეხლა ვახტანგი ჩემთან მუშაობდა მეგობრი ვარ ჩვენ და მე კანდელაგის მამაც მე ძალიან ახალ ურთიერთობა მქონდა და გიორგი კანდელაგი ჩვენ სახელოვანი არის და მე მინდა ახედან უსურო რომ ასეთ საქმეებში ნუ შეიძლება ეს არის უნიკალური სპორტსმენია და კარგი ბოქსერი კი არა კანდელაგის საქართველოს ჩემპიონიც კი არა კანდელობს ხოლმე ქუჩაში ხელი გამოიგო თუმცა კანდელაგსაც ბევრი აზრი ხონდა სწორი რომ აი სურათები გააკეთე და ვერცხლებს სრულეზე რა ყველა პარტია უნდა ესე გაკეთოს რა იქნება სწორი ეგეცა და ამიტომ ორ ხრივი ჩაცმები იყო მანდატი გასაგები აი ჩვენი პოზიცია გამოვიწონო გასაგების პოზიცია სამშობლოს გასაგები კიდევ ერთი მაყურებელი ბატონო გაძლევს საშუალებას დაახლოებით 7 წუთი კი გვაქვს კი ბატონო გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ალო გისმენთ აი ბატონო გოგისთან მაქვს შეკითხვა ბატონო
ოღონდ ძალიან აკითხოთ რა, მე ქართველი ვარ და საქართველოში ვარ, ადგილობრივი მოსახლე ვარ. მე რაც უნდა მქონდეს და ან ჩვენ ხალხს რაც უნდა მქონდეს უბრალო პატარა ფურცელი, სადაც სტერია მოქალაქე, რაც უნდა იყო მოქალაქე. მე ამერიკელებმა რაც უნდა მიბრძანონ, რომ მე ვარ მოქალაქე. ეს ერთი. მეორე შეკითხვა. სკოლებში არის გამეფებული ძალიან ცუდი საქმეები. განსაკუთრებით მესამე სკოლაში. სოროს ჯგუფი რაღაცა, თითო კლასში 2 მასწავლებელი, ერთი დაფინანსებული, მეორე ღარიბია თუ ყატაკია, ახდეინებენ ყოველთვის ფულსა. იძულებული ხდებიან, რომ ეს საწყალი ბავშვები გამოვიდნენ სკოლიდან და აღარაფერი გააკეთონ. თქვენ აცხადებთ, რომ სკოლებში ფულს ზალავენ? დიახ. კონკრეტული ფაქტია? კონკრეტული თვეში 1 ლარი მასწავლებელს ყველა დედისგან. ეს ფონდის ფულია თუ? ერთი ფონდის ფულია ლარი და მეორე მასწავლებელი, რომელსაც ხელფასი არ აქვს, ისინი არიან ბავშვების ხარჯზე. ხო. მან რა ვიცი ახლა. ჩემს ახალია და რაც შეეხება ეროვნებას, მე ჩემი წერან გითხარით და არ გავიმეორებ ახლა. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ წერან მიმართეთ. ეს ინიციატივა ძალიან კარგია. თუ ყველა გორში, ქართლში ძალიან ტრადიციული და ბრძენი ხალხი ცხოვრობს. თუ ეს ყველაფერი შეიძლება ესე მოხდეს, რომ შეიკრიფონ ეს ხალხი და რაღაცა სტუდია გააკეთოს. არა ტელევიზია. აქ ეს არა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა ყველა პოლიტიკური პარტიის ძალიან კარგია რომ ეს ნუ გავა ქუჩაში ნუ გაამწვევს ესე და ეს თუ აქ შეიძლება აქ რაღაცა საკამათო იყოს ნუ ეხლა პოლიტიკა ხო გითხარით გადაკიდა მთელი საქართველოს და ეგან უყურებოდი აქ პირად დავიწყებოდი თავს რომ ერთი ოჯახია კახეთში 3 შვილი ყავს 3 სხვადასხვა პარტიის წევრია მოვიდა დაწყალი მოხცებული და დაგვიჩოქა რომ იქნება დამოხვიდა დამეწონა შვილები აი აქამდე არ უნდა მივიდა სამივე თქვენ პარტიაში სამივე არა სამივე სხვა და სახში არის გაუთოებელი მოვიდა აი ამას მოვერიდოთ რა ესე იგი თუ ესეთი გონიზება ორში დაიწყო ეს არის ალბათ თერმა საქართველოს ამას მაგალითი უნდა იყოს აქედან ვიკამათოთ პოლიტიკური პრობლემებია რაღაცა აზრებია რაღაცა მაგრამ ვიკამათოთ ამ ლიდერებმა პოლიტიკიდან ნუ გავიდან თამას ხალხში და ნუ დავთესავთ ამ შურს და ამ უბედურებას რა მოგვიტანა ამ მომა და შურმა საქართველოში მეორეს ვეღარ გადავიდა ეს უნდა ვიცოდეთ უყურებთ გასაგებ. ეხლა უამრავი კითხავს, ვიცი, დარჩენი, მაგრამ საკმაოდ სამდროა 5 წუთი. მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს თქვენი პარტიის სრული და დასახელება. საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენი უკვე მეოთხე წელი დაიწყო, თქვენ მოხვედით პარლამენტში. რამდენად შეასრულეთ თქვათ ის დაპირება, რასაც ერქვა იგივე მრეწველობის აღორძინება ქვეყანაში და ну, ყველა მიცის რომ თქვენ გარკვეული ხედვა გაქვთ იგივე საგანსახადო კოდექსის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ გვესაუბროთ და რამდენად შეასრულეთ დაპირება. თქვათ, უნდა გენდოთ კიდე ხალხი აი ამის შემდეგ. კი ბატონო, შეძელით ახლა. მე თამამად შემიძლია მივიდე ხალხთან ჩვენ არაფერს შევპირებივად ჩვენ არ პირდებოდით იმ რაღაც საოცრებებს, რომელსაც სხვები პირდებოდნენ და მე რამდენად გააწილეს ხალხი. ჩვენ ბოლომდე ვიქნებით ამ პოზიციაზე და გავაკეთებთ ამას. რა გავაკეთეთ? ახლა მოდი. ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ამ პატარა ჯგუფმა 15 კაციანმა ჯგუფმა 235 პარლამენტის წევრში, ხო? ჯერ ისეთი რომ აი რომ დაიშალე ეს ერთი მონსტრი პარტია, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება უტანა საქართველოს, აქ ჩვენი ძალიან დიდი წვლილია ეს, რომ იცოდეს უღარ. დიდი წვლილია ჩვენი ამაში. და დღეს ვთქვათ დაიშალე ეს, ვთქვათ 15 ფრაქცია და დღეს შეიძლება რაღაც საკითხები გატანა. გარდა ამისა, ის საარჩევნო კანონი, რომელიც დღეს ყოველ შემთხვევაში უკვე რაღაცა თქვენ წინააღმდეგი გაქვთ. ეს ჩვენი წინააღმდეგი გასულია და ჩვენ კიდევ უფრო ლიბერალური ხონდა, მაგრამ ნუ ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ შევთანხმდით. 32 კანონი, რომელმაც ხელი შეუწყო ამა თუ იმ დარგის ამუშავებას ჩვენ გავიტანეთ პარლამენტში. ნუ მაგალითად გეტყვით, ახლა საქართველოში არც ერთი თამბაქოს ფაბრიკა არ მუშაობდა. ჩვენ მივიღეთ კანონი მე-13 გადასახადი დაწესდა ადგილობრივი თამბაქოს წარმოების გადასახდელად და დღეს 7 ზარბები მუშაობს საქართველოში და 3000-ზე მეტი კაცი დასაქმებულია და ეს ძალიან ბევრი კიდე სხვა. მე ჩვენ ამორჩევლებს სხვა ჩვენ ამ გუგლებს გავუმზადებთ, სადაც იქნება მთელი ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსს. აქ ცოტა პარადოქსალური მდგომარეობაა. ჩვენ მეოთხე ვარიანტს თავაზობთ ხელისუფლებას. ჯერ პირველი როცა მივიდეთ, მაშინ დავწერეთ ჩვენ რომ ეს
მაშინ ვკიოდით რომ ეს დაანგრევს ქვეყანას, ეს უმუშევრობის ქვეყანა გავხდები და გაიქცევა საქართველოს ხალხი ეს მაშინ როცა ვერავინ ვერ ბედავდა თქვა იგი ოპოზიციას პრეზიდენტად მაშინ დავისვათ ამის ხმა მაგრამ იმის მეორე მესამე მაგრამ აი ახლა თქვა ეს 300 გვერდიანი დიდი ნაშრომი სადაც მიიღო მონაწილეობა საქართველოში ცნობილმა ექსპერტებმა 40-ზე მეტი კაცი მუშაობდა უცხოელებმა ცნობილმა უცხოელებმა მის ამას დასწრებს არის შესანიშნავი ლიბერალური კანონი რომელიც დღეს საქართველოს ჰაერი მიჭირდება. ნუ ეგრე არ არის მიღებული პირველი კითხვით მივიღეთ, მე ეს ყველაფერი არიქა სავალუტო ფონდმა გაიგო, ეხლა 22-ში ჩამოდის და ჩვენი ნებისყოფა დაკარგული ხელისუფლება გვეუბნება თუ ისინი დაგვეთანხმებიან, მაშინ მივიღეთ. ისინი არ დაგვეთანხმებიან ჩვენ ისე ვიომოთ, მაგრამ ეს უნდა მივიღოთ. უნდა გავიტანოთ. ეხლა არის სხვადასხვა ვარიანტი. მოდი 2005 წლიდან შევიყვანოთ სულში. მოდი რაღაცები დავაკლოთ. რა სიტუაციაა, აი მოკლედ რაღაც გარკვეული გადასახადების კი ბატონო, დღეს ჩვენ ვის საჩართულია ამ საქმიანობაში და საქართველოში ბევრი ეგეთი დღეს იხდის ნორმალური პატიოსანი გადახდით 19 სხვადასხვა გადასახადს 80% მეტი არ არის ეს. და იმდენად რთულია ეს ყველაფერი რომ ვერავინ ვერ ერკვევა რა იურისტთა ჯგუფი მუშაობს ჩვენ ფირმაში რომ გაერკვეს ამაში ჩვენ დავაზოთ 4 გადასახადს იქ ზოგი ჯგუფდება ზოგი თქვათ სიზდება ხო მაგრამ აქედან ერთი არის თქვათ გადასახადი ადგილობრივი თვის მაგრამ და 3 არის ცენტრალური ისე იგი და ასე შემდეგ რა არის ამის პრინციპი პირველი ლიბერალიზაცია გადასახადების ჩვენ ამ ეტაპზე ამ უმძიმეს მდგომარეობაში რომ ერთადერთი გზა არის გადასახადების შემცირება რომ მიეცეს სტიმული ქართველ წარმოებად ადგილობრივს რაღაცა გააკეთოს მეორე იმდენად რთულია ეს არსებული კოდექსი ეს თარგმნილია უცხოენად ძალიან ცუდად რომ და იმდენი ხაფანგებია შიგრო საშუალო და თქვათ მცირე მეტარმე ვერ გებულობს მოვა ეს შემოწმებელი ხანაკედან მიუდგება ყველა ვარიანტში ახდენებს 43-ს და ჩვენ დიდ კომპანიებს გვყავს თელი ჯგუფი იურისტების და აქეთ ვედარებით პატარას ეს უჭირს ეს მეორე პრინციპი მესამე ესე თუ გამარტივება გარდა იმისა რომ აი არ იყოს ეს თქვათ შემცირებული და გამარტივებული და ის ხრელები რომელიც ამ კოდექსის საშუალებით თელი გუნდები ჯგუფები მუშაობენ და უფრო მეტი გადის ბიუჯეტიდან ვიდრე რჩება ახლა მოიხსენებათ ის თქვა საექსპორტო ოპერაციები და ასე შემდეგ რომ ეს როლები ამოიქოლოს ეს არის ერთადერთი გზა და ახლა რაშია პარადოქსი დღეს საქართველოში ვერ ნახავთ პიროვნებს ვინც თქვას რომ არსებული კოდექსი მისაღებია და შეესაბამება ჩვენს თვალსაჩინოს ყველა ამას არ უნდა გამოდა ვეღარ მივახციეთ იმას რომ გავიტანოთ აი ეს არის პარადოქსი ბატონო ბოლოს რა ბოლო კითხვა მე ვიცი რომ თქვენი სახელობის ფონდი არსებობს საკმაოდ სერიოზული თანხებია მობილიზებული ამ ფონდში და აი ქველმოქმედების შესახებ ძალიან მოკლედ სულ ერთი წუთი და ვიცი რომ ჩვენ გადაცემის წინ საუბრობდით იგივე გოდერძის ჩოხერზე მის დეპრესიაზე და ვიცი რომ ის თქვენი მეგობარია და რას აპირებს თქვენი ფონდი ნუ ახლა მაინდამაინც ტრაბახი მაგაზე ჩვენ არ გვიყვარს მაგრამ ნუ რახან კითხვა დაისვა გეტყვი ჩვენ გვაქვს ყაზბეგის კომპანიას თავის 38-ვე წარმოებიდან აქ რაღაცა ნაწილი შემოდის და მას ახლა მოგითხოვდეს ფონდი ქვია მაგრამ ეს არის ყაზბეგის კომპანიის მიერ შექმნილი ფონდი რომელიც ყოველწლიურად $1 მილიონ ახმარს თქვა ყველმოქმედებას ეს არის ძირითადში მეცნიერება ხელოვნება სპორტი განათლების სისტემა სტუდენტების პენსიები, სტიპენდიები, 75 სტიპენდიადი ყავს ჩვენ მათ შორის გოროლების საყვარს. ეს არის გაგზავნა უცხოეთში, თქვა სასწავლებლად, ეს არის საკურნალოდ, მაგრამ ეს ალბათ არც არის სალაპარაკო, მაგრამ მე მიმაჩნევ, დღეს ისე უჭირს ამ დარგებს ამ სოციალურ სფეროს, რომ ყველა წარმატებული ბიზნესმენი ვალდებულია, რომ რაღაცა თავის თქვა შემოსავლის რაღაც ნაწილი მაინც მოახმაროს აი ამ სფეროებში თქვა თავის და ამის ახლა ტრაგედია ისაა რომ ძალიან ბევრ საქართველოში ფული ისე აქვს თქვა შექმნილი რომ იმის გამოჩენა უჭირს და ამიტომ ეს ფული მიიღება და უცხოეთში რაღაც უნდა ოფშორულ ზონაში დამაროს მაგრამ ეს რომ იყოს ლეგალური ამიტომ მეტი უნდა იყოს ბიზნესმენი მეტმა უნდა და საქართველოში ძალიან ბევრი სარაჯიშვილი არის თავის ბუნებით ქართველი კაცი ყველმოქმედია და ყველამ უნდა მიიღოს ამ საქმეში და დღეს ძალიან უჭირს ხალხს და ამ სფეროებს რა ბატონო მე მითხრეს რომ რაღაც ჩვენ პატარა გამონაკლისს უშვებთ და ცოტა დროს გვაძლევთ კიდე. კი ბატონო რა საუბრობთ. გავიტოვოთ. კითხეთ იგივე გოდერძის ჩოხერზე რომელსაც თქვენ პასუხობთ. რა მდგომარეობა ახლა რა მდგომარეობაში იგი და თქვა. იცით რა. იცით შეძლებთ თქვენ ის დახმარებას.
დახმარებაზე არ არის გოდერძის დახმარება არა მატერიალური გოდერძი არის უნიჭირის ქართველი კაცი რომელსაც შექმნა შედევრები და მისი ტრაგედია იმაშია რომ აი ვერ ნახა თავის ადგილი ვერაფრით ვერ ნახა თავის ადგილი ამ ნიჭით სავსე კაცს ნახა მე შარშან ჩვენთან ვიყავით ყალბეგში და იქ დიდი ხანი გაატარა და აი დილობით გამოდიოდა ცხოვრობდა ჩვენ მეგობართან და ამ თებს უყურებდა და მოდიოდა ცხენები და არავის არ ჭირდებოდა. ნუ ეს დეპრესია ხელოვანი კაცია და მას გვერდში დგომა უნდა. მას არა მატერიალური ცალკეა ეს სხვა თემა, მაგრამ მას უნდა გვერდში დგომა. მან უნდა თავის გულდამწვარი პატრიოტი კაცია. ქართველი კაცია და მას უნდა რა თავის ნიჭი რაღაცას მოანდომოს და ვერ ნახა ვერაფერი და ნუ აი ამიტომ ეს კინაღამ ეს ტრაგიკულად დაამთავრა თავის ცხოვრებას ჩვენი მთელი ერის სიცხვილი იქნებოდა ღმერთმა ხნას ექიმება გადაარჩინეს და ეხლა ყველაფერი გავაკეთეთ რომ ესეთი კაცი რაღაცნაირად პრემია დააწესეთ ჩვენ გვაქვს დაწესებული აზბეგის პრემია ეს არის $10,000 თქვა მწერალს და $10,000 თეატრალურ მოღვაწეს საუკეთესო დღევანდელი ჩვენი მონაცემებით ეხლა 25 სექტემბერს ჩვენ მაგას აზბეგში გადავწყვეტ ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეზიდენტი არის გოდერძი ჩუხები და ალბათ მიიღოს ამ პრემია თქვენ ჩახვედით ქუთაისში ბატონო ჩახვედით ტყიბულში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქ შეხვდით იგივე თემურ შაშიაშვილთან ქონდათ კონსულტაცია აი ზოგიერთმა მაგალითად თქვა აღიქვა ეს ისე რომ თითქოს თქვენ აი ხელისუფლებასთან რაღაც რევერანსებს აკეთებთ და ხელისუფლებასთან ურთიერთობას იმჯობესებთ აი ამასთან დაკავშირებით ჩემზე მეტი და ჩემი თანაგუნდელების მეტი ვინმე აკრიტიკა ეს ხელისუფლება წერან გითხარით 96 წლიდან აი ამას აი მაგრამ რა რევერანსია ვიცით რა მე მინდა გითხრათ რომ დღეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკას ჩვენ ჩაველით იმერეთის განვითარების რაღაც გეგმა არსებობს რაღაცა გრანტები რომელთაც ჩვენ უკვე რაღაცნაირად მოვეჭიდეთ ამას და აღარ გაიფლანგება ისე გვაქვს რაღაც პრობლემები არის რაღაც იმერეთში ჩვენ აღმოუშვეთ ერთ შესანიშნავი ობიექტი თქვა თერჯულაში მეფრინველზე არის კიდე მეორე მესამე ობიექტის ამუშავების შიდა ქართლის რეგიონზე თუ გაქვთ ეს შიდა ქართლი ძალიან კაი გეგმა თქვენ იცით რა გავაკეთოთ ახლა ისე არ გამოვიდეთ ვაჭრობასავით მაგრამ მოდი ჩვენ მოვიდეთ პარლამენტში იმ გუნდით რომ რაღაც ბერკეტები ვექნება ხელში და ჩვენ მოვართავდათ ამ გუნდით და მაშინ გაცილებით მეც გავაკეთეთ შიდა ქართლში ბატონო ხის მიხვედრად გორშია რა ხისა რომ ეს მთელი ქართლის პრობლემაა აქ იმდენი პერსპექტივა ქართლზე დიდარი ახლა საქართველოში ალბათ რეგიონი არ არის კახეთი ქართლის შედარებით კახეთი კი მაგრამ ერთ-ერთია რა აქ უდიდესი პერსპექტივებია და უნდა რაღაცნაირად მოიფიქრო და ისე დაანგრიოს ქართლის ეკონომიკა რომ ხალხი ამ დღეში იყოს ქართლში რა ხილი მარტო ქართლში რა არ გადაამუშავებ რა ნუ ეხლა წეგაფით შაქრის კომბინატი ამუშავდა ხო რამდენი პერსპექტივაა ქართლში გოში რამდენია და გორის ვაშლი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავის ორგანული ეთნიკით თავის სიმჟავიანობით იცით რა ყველა ვაში ჯობია იმიტომ რომ ჩვენ ადრე გაგვიყიდია 93-90 წელს აქედან გერმანიაში ციცარან გაგვიყიდია არის და სხვა პერსპექტივა ძალიან ბევრია მაგრამ ნუ ეხლა ჯიუტოდ გეუნებიან რომ არა ბატონო შენ არ აკეთო შენი საკეთებელი მე უნდა შემოვიტანო თურქეთიდან და ბულგარეთიდან და ამას თუ შევეგუებით მაშინ უნდა იმასაც შევეგუებთ რომ ესე ვიქნებით სულ და ეს უნდა გადავტეხოთ ეს უნდა ვაიზოლოთ მარტო დედის გინებ არ შველის კი ბატონო აგინებ პრეზიდენტს აგინებ სხვას მაგრამ მოდი საქმე გავაკეთებინოთ ვაიზოლოთ რომ წავიდეთ ამ გზით რა ეს ამ პარლამენტში ახლა აი ამ უახლოეს ხანში თუ არ გადაწყდა ეს რადიკალურად მე ძალიან მეეჭება რომ ჩვენ მე ამოვძვრეთ ამ სტრულიდან საერთოდ რა. ამიტომ ხალხს მეზე მიმართ, რომ მოდით, მოვიდეთ გუნდს, რომელი ვისაც გინდა მიეცი ხმა კაცი თავისუფალი, მაგრამ მოდი ხმა მიეცი, ნუ გააყალბებინებ, არ მოხვალ შეხმას მაინც ჩააგდებე და მოდი არ მოგწონს რეწველი, მოგწონს ვიღაც სხვა, ვისაც გინდა მიეცი, მაგრამ მოდი და დააფიქსირე შენი ხმა. ესეთი აქტიური პოლიტიკური აუცილებელია კაცო. ესე რომ ცხოვრებით მორეკავეთ საარჩევნო უბანში და თქვა იქ მე პირველ სართულზე პრემიუმას პენსიას მიცემე და მეორეზე ხმაზე ესე არ არის კაცო. ყველამ უნდა თავის პოზიცია გამოიმუშაოს და არა ვისაც მიგაჩნიათ ვინც ვისის გჯერებთ იმას მიეცით ხმა კაცო, მაგრამ მოდი და დააფიქსე. ეს არის ერთი გამოსავალი თუ საზოგადოების აქტიური პოლიტიკური არ გაიზარდა და ისევ ამათ მივანდეთ არჩევნები ვისაც გინდა შედეგი იგივე იქნება და კიდე 4 წელი უკვე ძალიან ძიმედ მოურების შავარდნები ვიქნებით რა. ბატონო ამირა, თქვენთან კიდე ერთი კითხვა და ჩვენ გვაქვს კიდე დაახლოებით 5 წუთი. ბატონო ამირა, მე ვიცი რომ თქვენ
გარკვეული მოსაზრებები გაგაჩნიათ, იგი ჩვენს ქალაქში შექმნილ კორუფციულ ასე ვთქვათ ფაქტებთან დაკავშირებით და სხვა არაფერებს იგივე ადგილობრივი ორგანიზაცია აქცენტი აიღოს აქეთე მხილებისკენ ვთქვათ იმ ფაქტების შესახებ რაც ვთქვათ მოგიპოვება თუ გადასტურებული ესეთი ფაქტები ხო, ეხლა ამ ხრივ მუშაობა როგორც იმალა ჩვენ რაღაცა სამსახური არ აქვს ამაზე მუშაობა. მაგრამ მე ერთი სათხოვარი მაქვს ეხლა ეს გულში ტელევიზიაში ლაპარაკობ და მე წარები ვინც არის, აი შეიძლება აქვს სუპერმარკეტი, მაგრამ აწარმოებს რაღაცას, ცერე წარმოება აქვს რაღაც. აი ესე ჩვენთან უნდა მოვიდნენ თუ რაღაცა მე ეხლა რომ ვიხარ სიმალე, ამდენი მაკონტროლებელი მე ადრე დავწერე და არ უნდა გავიმეორო რომ ამდენი ხელმძღვანელობა მაქვს. ესე იგი ამ შენობაში აი მე კი არ ვინმეს კი არ ვედი. ვეღარ დევიდი ხალხი და ხოთნერი ესე რამდენი ის არის კაცო 4 მილიცია მოშ სამი პროკურატურის წინვარის პროკურატურის 20-ამდე მაკონტროლებდა. უამრავი ჩინოვნიკი და მაკონტროლებელი რაც არის ეს იგი. რა ხო იცით რაღაცა არაფერი არ საკონტროლებს, უნდა რაღაცა გამოძალოს ვიღაცა. აი ამაში ჩვენ აუცილებლად დავდგებით ვერცი, მაგრამ ეს ხალხი უნდა მოვუდეს ჩვენთან და საქმის შეგვიძლია დამბლე ჩვენ მუშაობთ. აუცილებლად იქნება რეაგირება, აუცილებლად კაცრი რეაგირება ისეთ რომ ამას ვინც ეს ამას არაკაცობას ჩაიდებს მაკონტროლები და ჩვენ იმას მილიცია თმართულებას ბატონგოსა დავიხმარებთ რომ ის არ იყოს ეს სამსახურში. აი თქვენ თუ ფიქრობთ და იგივე აი ამ მიმართულებით საარჩევნო კამპანიის საყოველთაოდ იგივე მეწარმეების აი ეგრეთ გვარი ბეგარისგან გათავისუფლება. ყველა მის ახლა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არავინ არ ამბობს. ფაქტია რომ კორუფციამ შეჭამა ქვეყანა და უამრავი მაკონტროლებელი მართლაც აი სწორედ ისერზე აზის მეწარმე. მე მინდა გითხრათ რომ არა მარტო საავადმყოფო ფონდი ამის მოწინააღმდეგე ეს მარტივი კოდექსი არაცხობს იგივე კორუფციონერს. როცა ცირე მეწარმე იცის კონკრეტულად უნდა გადაიხადოს ეს ამ ფიქსირებული რაღაც ეგ არავის არ აწყობს იმიტომ რომ მაშინ იქ აღარწავა ფული სადაც მიდის წელი საბიუჯეტო თანხები და ამიტომ აი ეს კოდექსი ძალიან ბევრი გადამწყვეტია ჩვენ ეს როგორმე უნდა მოვახერხოთ უნდა გავიტანოთ და მაშინ ვეღარ მოვა ბატონო რო ისე ჯიხურმა რო ის უნდა გადაიხადოს 4 გადასახადი თქვა და სულ ჯამში უნდა 20 ლარი თვეში გადაიხადოს იმას ვეღარც პოლიციელი წაართმევს და ვერც სხვა გამომძარბებია დღეს იმდენი აღება ეკოლოგია მოხმარებელთა ინტერესების დამცველი თქვა რა ვიცი რა 1000 ვიღაც აწუხებდა ეს ხალხი ნუ უკვე ვეღარ იტანს და თვითონაც არც დამალავს და ქთამს არ გადაიხდის იმისთვის რომ შეუსრულდეს ხო ჩვენ ეგას გავთვალეთ აი თქვა გაგდათვლი რომ 8ჯერ მეტი შედის დღეს გადასახადები და რასაც იხდის თქვა აი ჯიხური ავიღოთ მარტივი ფორმა აი თქვა თბილისში დავთვალეთ რა თქვა 100 ლარს იხდის თვეში და 6 შედის ბიუჯეტში არჩენ დაწყებული პოლიცია გადასახადი ეკოპრობი ავივინ არა მაგრამ არჯობია რომ ის გადასახადი რაღაც დავაფიქსიროთ რომ იმათ თქვა 40 ლარი იხადოს და იცოდეს რაში იხნის და არავინ აღარ გაეკარება მაგრამ ვაი რომ არ აწყობს თამათ არავის რომ ის გამარტივდეს და ამ სირთულეებში ძალიან ბევრი კორუფცია არის ეს არის მთელი პრობლემა და მთელი ეს ბრძოლა კორუფციასთან აქედან იწყება ეს არის კორუფციის ეს კოდექსი ამან შექმნა ეგეთი აღვირახსნილი კორუფცია საქართველოში. ხედავ რომ ცდილობთ პრინციპში გაიტანოთ ეს კოდექსის ეს ცვლილებები თქვა პარლამენტში. ფაქტია რომ აი ამდენი ხანი არ მოხერხდა და რაც აი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ყოლგებთ. აი არ ვიცი რას აპირებთ უბრალოდ. ეხლა რა არის პირველი კითხვით გიხარი გავიტანეთ. პირველი მოსმენი გავიტანეთ. ხო ეხლა დარჩა რა ეხლა უნდა მეორე და მესამე ლოგიკურად რომ მიყვეს, მაგრამ ეხლა ხო გითხარით რა ჩამოვა? არა, კი მოიცლის მაგისტრის მოვა, მაგრამ ეხლა ჩამოვა. ჩვენი თქვა ესე იგი პოლიტიკის გამკარგველი საავადმყოფო ფონდი 22-ში ჩამოდიან და დაადებს. მგონი საერთოდ მიდიან ეს იყო პრეზიდენტი. ნეტა წავიდნენ კაცო, ნეტა ეგენი წავიდნენ ჩვენ დაგვიტოვონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ კარგად მოვულით რა. ნეტა წავიდნენ ეგენი. ეგრე არ არის. ჩვენ ამათ თვალში ვართ უნიათო და რომ ის უნარო ხალხი და ამათ მან მოვიდნენ და გვასწავლონ თქვა ფრანგმა თუ გერმანელმა თუ ამერიკელმა როგორ გავაკეთოთ, როგორ გავზარდოთ ქათამი და უნდა თურმე ბუშის ბარკლები ჯობია იმერეთში გაზიდა ქართში გაზიდა ქათამ და უნდა მოგვიტანონ იქიდან. აი ეს არის მაგათი საქმე კაცო და ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ აღარ შეიძლება ეს ეკაც. აღარ შეიძლება და ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა ორ წუთს გაძლევთ ბატონო. კი ბატონო. ორ წუთი მიმართვა. თქვენი პოზიცია რეზუმეს სახით მე შემდეგ ბატონო. ერთი აი საგადასახადო ერთი თუ შეიძლება მაინც ეს აუცილებლად. ბატონო მემძმა 18 სახის გადასახადი არის 18 სახის. ესე იგი შენ რომ პატარა შეფერს ეკონდეს მარტო იარსებო. თუ გამოსული ბუღალტერი არ აიყვანე ვერ ვარიანტი არა შენ ვერ გადაი. ეხლა დაუწევენ რომ გადაიხადო ჭეშმარიტად. უნდა გადაიხადო 100 ლარი რომ გიშო მოგება ეს მასაშახი 82 უნდა გადაიხადო თავრობა ეს საგადასახადოში ახლა საგადასახადო გეუბნება მოდი შენ 25 მეუბნეს 25 ჩააბარე სახელმწიფოში და ის ხო დახშება შენ 30 ლარი და
ეხლა დაურთათ ეს აი ბატონი გოგის ვარიანტი და ამათი ვარიანტი. მაშინ ხო 50 შევთ, უჩეს არა 25. გამიგეთ და უფრო გაიზრდება და აი არ უნდა თამაზე და არ შეიძლება. ეს იღუპება ყველაფერი თუ ეს არ გადაწყდა. და მე რა უნდა მიმართო ვენეცუელი? მე უბრალოდ მე მინდა მე გორი და რასაკვირველია ძალიან მალასაყვარლი ხალხია გორში და ძალიან სახელოვანი და მე ეს ჩვენი ცოტა კულტურის დონე რაღაცა საერთოდ საქართველოში, მაგრამ გორშია ჩემს უკან რაღაცა და მე ვისურვებდი რომ ცოტა უფრო მეტი გავუკეთებინოს გორია, სადაც მეტი პრინციპულობა გამოჩნდეს, მეტი კაცობა და ვაჟკაცობა გამოჩნდეს, სადაც გაინტუიციები აღარ არსებობს თითქო ისია და აი მე 1000 ფაქტები ხდება, რომელიც აი არ არის რა. ეხლა რა ვიცი, მე არ მინდა ვიღაცა ის გავუკეთებინო, მაგრამ კვერცხების როზე რო თქვი წერა, კვერცხების როზე პირველად ვირიცო და გახსოვთ პატრიოტიზმის მთავრობა ეს ხელმძღვანელი ეხლა წასული ხელმძღვანელი მესვოდე და ტელევიზიაში ჩანდა. იმათგან ისწავლეს, ეხლა უკვე მაგათ ესვრიან და არ უნდა გააკეთო ისეთი საქმე, რომელიც შემოგივლდება ძალიან ცუდად. მე ვისურვებდი რომ რა ვიცი, ბედნიერებას და კარგად ოფენსურებს ჩემ ხალხს. მე მინდა ძალიან კულტურულად გითხრათ, მე ძალიან ახლო ვარ ქართთან, მე სოლის გორიდან კასში გავიზარდე კეჩაბაში, ბეჟანიშვილი, სიმამრის გარდაიცვალა გოგი ბეჟანიშვილი, სიზდეს ხლაკარი. მე ძალიან ახლო ვარ ქართლის გაჭირვებასთან და იქ კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო და ეხლა დამერწმუნეთ რომ ქართლში ძალიან ბევრი ამის გაკეთება შეიძლება თუ დავატეხით იმ სწორგზას თუ ვაიზოლეთ ხელისუფლებას რადგან ამ სწორგზაზე და არ გავა 2-3 წელი რომ არნახული რენესანსი დაიწყება ქართლში და საქართველოში. რაც შეეხება აი ამ რენესანსის დაწყებას მე პირდაპირ მინდა თქვა რომ მე დიდი მადლობა უნდა მოვუხადო თქვენს ტელეკომპანიას თქვენს ხელმძღვანელობას ჩერესეთის შესანიშნავი შენობა საკმაოდ მაღალი ტექნიკური აქტიურობა და ეს ალბათ ფარავ კიდევაც ხალხს და რაც თავარი 100 კაცი დაასაქმე და მე ვარ დარწმუნებული რომ საკმაოდ კაი ხელფასები ეხლა ეს არის თავარი 100 კაცი ვინც დაასაქმეს თქვენს ვთქვათ რაიონში უკვე გმირი უნდა იყოს რა და 100 10 15 20 კაცი პატარა და დიდი მადლობა თქვენს ხელმძღვანელობას თქვენ კომპანიას რომ ამ დიდ საქმეს აკეთებთ რომ ჯერ პირველი არის ხალხის დასაქმება და მე უკვე დიდი მადლობა ტელემაყურებელს. მე უბრალოდ შეგახსენებთ რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერები ბატონ გოგი თოფაძე და ადგილობრივი ლიდერი ბატონი ამირან ბიზნაშვილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი ბოდიში 15 წუთის დაგვიანებისთვის, 20 წუთის დაგვიანებისთვის და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ სტუდიაში, ჩვენ ამოწევთ მოგიწევთ უკვე არჩევნების ასე ვთქვათ წინა პერიოდში. მადლობა ტელემაყურებელს, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ სამშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად.